კასტინგი გრძელდება. ნიჭიერი ჯერ არსაც ჩანს. გარეთ უამრავი კონკურსანტი იცდის. მოსაცდელში დაძაბულობა იგრძნობა. უკვე მე რამდენიმე მონაწილე გავიდა, მაგრამ ჟიურის დადებითი შეფასება ჯერ ვერავინ დაიმსახურა. როგორც ჩანს, შემდეგი მონაწილეც ღელავს. ეს გიორგი წერეთელია, პროგრამისტი. თუმცა სცენაზე Windows-ის გადაყენებას ნამდვილად არ აპირებს. მე ვარ გიორგი წერეთელი, 20 წლის ცხოვრობ თბილისში. თავიდანვე ძალიან მიტაცებდა მუსიკა და ინტერესი ბავშვობიდანვე გამიჩნდა. რთული ამით თავირჩინო. მომიწია მეორე პროფესიის აღება. კომპიუტერს მივყავი ხელი და ხან Windows-ის ყენებით, ხან სხვადასხვა სერვისებით ასე შემდეგ მიზერულ ხანს შეულობდით. ეს რომელი მითხართ მოსული პროგრამისტი? არა, პროგრამისტი. Windows-ი უნდა გადაგვიყენოთ და აქ მოსulis მიზანი ის იყო, რომ რაღაც წარმატებას მივაღწიო და დაუშვათ ისე იყოს, რომ არ დამჭირდეს ის მეორადი პროფესია და ნუ შემოსავლის წყაროც იყოს აი ეს. აბა წარმატებული. გამარჯობა. გაგვეცანი? გიორგი წერეთელი. როიალზე უკრავ? როიალზე. შენ თვითონ ისწავლე თუ დადიოდი სადმე? არა, დავდიოდი 10 წლები მაქვს დამთავრებული. ისე რას აკეთებ? ისა პროგრამისტი ვარ. რო დაიბადო რომ ნიჭი დაეცა და ჯერ ვერ გაიგო სად რა გამოიყენა. ანუ თან Windows-ებს აყენებს. ეს მონიტორი ატგვინდა. ეს მონიტორი ვიდეოს გაუშვებს. ვიდეოს უშვებს ვიცი. თან მუსიკა, თან ვიდეო. კარგი, დავიწყო. საინტერესოა. ფრიად. ფილმებს აფორმებს მუსიკით, ესე მგონია და მშვენიერი. წარსდგა, ესე თქვათ, არ ამხო დაუკრა, არამედ რაღაცა ვიდეო თანხლებაც იყო, ჩვენი ჩარლი იყო, ანუ მუნჯური ფილმი ვნახეთ. მე მგონი ზუსტად ამაშია ნიჭიერება, როდესაც ადამიანი მოვა აბსოლუტურად არ მის პროფესიასთან რადიკალურად განსხვავებულ რაღაცას გაჩვენებს და ამაში მართლა კარგად წარსდგება. მე კიდევ პირველად ნახე IT-შნიკი, როგორც ქვია, როგორც ეძახიან, რომელიც რეალურად მართლა არის ნიჭიერი. კაი ბიჭი ხარ. ხოჩა, ბრავო. ბანო? უფასოდ Windows გადამიყენებ. უფასოდ არა, მაგრამ ცოტა სტიკას. მაინც ისა. მეორე ტურში გადასვლა ისე ძვირი გახდა. რა ფასები აქვს. გადაწყვეტილება შეგვიძლია მივიღოთ მე მზად ვარ. ერთი კი ჩემგან. მეორე კი ჩემგან. მესამე კიც ჩემგან უფასოდ არ მინდა შენი არაფერი. დიდი მადლობა. ხელოდებით? ესეც გიორგიმ სამი კი, ვანო ჯავახიშვილმა კი უფასო პროგრამული მომსახურება მიიღო. ნიჭიერის კასტინგი გრძელდება. რუსთაველის თეატრთან მონაწილეების მსურველთა რიგი დგას. ყველა სურს რომ საკუთარი ნიჭიერება ჟიურისა და მაყურებლის წინაშე დაამტკიცოს. ხალხმრავლობაა მოსაცდელშიც, სადაც ყველას ყურადღება აი ამ მხიარულმა ადამიანებმა მიიქციეს. მე ვარ ქსიტის კუმარ, ჩვენს ინდოეთიდან ვართ. ჩვენ ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ძალიან მომეწონა საქართველოს კულტურა, ლამაზი ქვიქან არის. მიყვარს ხინკალი, ხაჭაპური და ლობიანი ესეთი. რა საინტერესო ხალხია. ქართულად თქვენ ლაპარაკობთ, მე გავიგე რომ ქართულად გამარჯობა. საიდან ხართ გაგვეცანი? ჩვენ ინდოეთიდან ვართ. ინდოეთიდან. ვიჯდები ინდურ ფილმებზე, ინდურ ცეკვებზე, აი თქვენი ისა ვარ ფანი. აი ცეცხლავთები რატო გასწრებით?
ჩვენს მინდა რომ გამოვიდე იქემე. იმიტომ არის თეთრნავდა აი? კი. აბა წავედით მოდი. აი წავედით. Let's go. Let's go. აუტო. აი რა მაგარი ხალხი მოვიყვანე. მოდი. აი გაიცანი ეს არის თიკა. გამარჯობა. ნამასტე. აბა წარმატებები. ნახოთ. გამარჯობა. რა ენაზე გელაპარაკოთ? ცოტა ვიცი ქართული. ვაუ! ცოტა ძნელია, მაგრამ ვისავლე ნელ-ნელად. ნელია ქართული ყველაფერი ძნელია გენაცვალე ეგრეა. მოგვიყევით თქვენ შესახებ. მე ვარ ქშეთის კუმარი, ჩვენს ინდოეთიდან ვარ. და რას გაგვიკეთებთ დღეს? ზეკვა, თანამედრო და ფოლკლორი ერთად. გელოდებით. სამყაროა, ჩემი. რა გეხვეწე? და თითქოს არ მქონდა ის შეგრძნება, რომ თქვენ ხართ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები. შეხედე. უნდა წავ. აი შემიჩნევთ არა, გამოდი. შენს გინდა ვანიკო ინდურიცება? კი, მინდა რომ მასწავლო. გაკეთებინეთ, აბა რამე ასწავლეთ. აი მაინც გამეპარა, აი სისხლი უყივის ადამიანს, სისხლი უნდა მოიკითხო ერთი. აღნიშნულები რა ხდება. მერია ღმერთო ჩემო, ვანიკო სახე შეხედე. კაი. მეგონი ვანიკო ისე კარგად გამოდის რომ ბოლივუდში ფეხს მოიკიდებ აუცილებლად. ვანიკო დავკარგე ხალხო მიშველეთ. კიდე ბევრჯერ უნდა შევხვდეთ, მე ეგეთი განცდა მაქვს. და რას ამბობ? მე კი ის ვამბობ. შეფასებადაც ისმეს. ის კი რომ კარგით მადლობთ რომ მასწავლე და გამოდი. მეც ვამბობ კის. ჩვენ გაქვს სამი კი გადასული კარგ შემდეგ პროექტი. მაგრები რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ ექსპერიმენტალური მუსიკა. შეძლებს თუ არა თსუ არტი ხელნაკეთი ინსტრუმენტებით ჯიურის მოხიბლას. კანალიზაციის მილები გაქვთ გამოყენებული. როგორც ხედავთ, თელი ელიავა გამოგიზიდია. სასიკვდილო ნომერი დანებით. რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა რუსთავი ორის თანამშრომელი და რისი შეეშინდა ვანიკო თარხნიშვილს. შეგიშინდა. კახელი ძალოსანი, რომელიც სცენაზე მანქანის გადატრიალებას შეეძლება.